წლის პირველი ნახევარი მშენებლობის სექტორში. მიმდინარე არასტაბილური პროცესების, რეგულაციებისა და ინფლაციის პირობებში რა მაჩვენებლებით დახურეს 6 თვე ბაზრის უმსხვილესმა მოთამაშეებმა. ტენდენციებსა და წლის მეორე ნახევრისთვის არსებულ მოლოდინებზე სასაუბროდ, გადაცემაში ირაკლი გოგოლიშვილი, ანაგის გენერალური დირექტორი და ზაქრო ებელაშვილი, ელემენტ ჰოლდინგის გენერალური დირექტორი გვერდებიან. მოგესალმებით, ბატონებო. მოდით ირაკლი თქვენგან დავიწყოთ, როგორი იყო ეს 6 თვე, რა ტენდენციებია ბაზარზე, როგორც პოზიტიურ ჭრილში, ასევე ნეგატიურ. გამოწვევების ნაწილში რა არის მთავარი პრობლემები, რასაც სამშენებლო ინდუსტრია აწევს? გადაცემაში მოწვევისთვის შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი 6 თვე გამოირჩეოდა როგორც წარსულ პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი ტენდენციებით. პოზიტიური ტენდენციებით, ერთადერთი შეიძლება ითქვას, რომ ეს ბაზარზე არსებული დადებითი დინამიკა ცოტა დააკვალიფიცირდა დარგების მიხედვით სხვადასხვანაირად, ანუ შეიძლება ითქვას, რომ დეველოპმენტში მოთხოვნები ცოტა გაიზარდა, ინფრასტრუქტურაში გაიზარდა, სასტუმრო და აპარტამენტების ნაწილში ნაკლებად, თუმცა საერთო ჯამში შეიძლება შევაფასოთ, რომ ეს 6 თვე გამოირჩევა დადებითი დინამიკით. ეს ზრდა ძირითადად უფრო დიდ ქალაქებზე მოდის თუ ამჩნევთ მაგალითად სხვადასხვა ახალი ლოკაციების განვითარებასაც. ანუ პირველ რიგში რა თქმა უნდა, მაინც დიდ ქალაქებს წამყვანი როლი აქვს ამ დინამიკაში. თბილისი პირველ რიგში რა თქმა უნდა და ბათუმიც. ტემპები საკმაოდ მზარდი იყო წინა წლებში, რეკორდულიც იყო და მოლოდინებს თუ ემთხვევა წლევანდელი მაჩვენებლები, რაც სექტორს წლის დასაწყისში ჰქონდა. იცით რა, მინდა გითხრათ, რომ კი ცოტა აჭარბებს კიდეც მოლოდინებს, როგორც მიმდინარე პროექტების განვითარების თვალსაზრისით, ასევე პერსპექტიული პროექტებზე მუშაობის თვალსაზრისით, საკმაოდ დატვირთული პირველი 2 კვარტალი ჰქონდა. ზაქრო, ელემენტ ჰოლდინგის შემთხვევაში როგორია მონაცემები, მაჩვენებლები და როგორ ვითარდება თქვენი ნაწილი, რომელსაც განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს ელემენტ კონსტრაქშენი და ჰოლდინგი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დავითანხმები ირაკლის და ჰოსპიტალიტის ნაწილში, ასევე დეველოპმენტის ან სამოქალაქო მშენებლობის ნაწილში მზარდი ტენდენცია იყო პირველი 6 თვე. ჩვენ ზოგადად ჰოლდინგში ორ ნაწილად ვყოფთ სამშენებლო სექტორს, ჩვენ ვკუთხით პროექტებს, ინდუსტრიული მიმართულებით ვფიქრობდით, რომ უფრო მეტი ზრდა იქნებოდა, თუმცა აქ ვერ დავემთხვევით ბაზრის მოთხოვნებს. თუმცა გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ მოკლევადიანი ინვესტიციები არის შედარებით ინდუსტრიული მიმართულებით და მოკლევადიანი პროექტებია და ინვესტორებიც ელოდებიან კონკრეტული დინამიკის დასტაბილურებას, რის შემდეგაც იმედი გვაქვს, რომ წლის მეორე ნახევარში არსებული პროექტებიც განხორციელდება და დავიწყებთ ახალ პროექტებსაც. ძირითადი გამოწვევა ინდუსტრიულ ნაწილში რო ვისაუბროთ, საიდან მოვიდა? იმიტომ რომ მანამდე წლებში საკმაოდ ისეთი აქტიური იყო, ხო და რამ გამოიწვია ის, რომ უფრო შედარებით ნელი ტემპით ვითარდება? წინა წლის საინვესტიციო სურათსაც რო შევხედოთ, უფრო მეტი ინვესტიცია ქვეყანაში შემოვიდა უფრო დეველოპმენტის, ანუ სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით და ჰოსპიტალიტი ძალიან გაზრდილია ჩვენთანაც, როდესაც ელემენტ ჰოლდინგი უფრო ფოკუსირებული იყო ინდუსტრიულ მშენებლობაზე, ჩვენც გადმოვედით ნაწილობრივ სამოქალაქო მშენებლობაზე და მეორეს მხრივ ვფიქრობ, რომ ისიც არის გამომწვევი მიზეზი, რომ ელოდება ის ბიზნეს ოპერატორები, რომლებსაც უნდათ თქვა წარმოების დაწყება, ლოჯისტიკის მიმართულების განვითარება, რა მოხდება საქართველოში, რა მიმართულებით განვითარდება დღევანდელი მოვლენები და ამის შემდეგ უკვე დაიწყებენ ჩვენ ისევ ინდუსტრიულზე ვიკითხავ და ჩვენ წინა თემასაც მივაბავ. თბილისში საკმაოდ ბევრია და თბილისის შემოგარენში ისეთი ლოჯისტიკური ცენტრები და საწყობები მოდი ესე დავარქვათ, რომლებიც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ამორტიზებულია და ერთი თვალის ესე შევლებით ხვდები, რომ ამ ნაწილში ხო არ ხდება რაიმე სიახლეები, რომ მაგალითად ან რამე ჩანაწერები გაჩნდება კანონში, რომ ასეთი არ შეიძლება და განახლებები მოგვიწევს და ესეც მოგცემს საშუალებას, რომ ახალი ცენტრები გაჩნდეს და გაიზარდოს მიმართულება ამ აზრის. კი ბატონო, ანუ წინა წელს ჩვენ საკმაოდ დიდი პროექტები გქონდა, თბილისის მშრალი პორტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო, სახელმწიფო დონის პროექტი იყო, ლოჯისტიკურ ნაწილში ვთვლით, რომ წინა წელს არ ყოფილა ის ჩავარდნა, რომ საწყობე მენეჯმენტის მიმართულებით რაღაც არასტაბილურობა გქონოდა, თუმცა 2025 წელს ვფიქრობთ, რომ გვაქვს რამოდენიმე პროექტი, დიდი პროექტები, რომლებსაც
ვამუშავებთ და 2025 წელს აუცილებლად დაიწყება. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, რომ ამორტიზირებული სასაწყობე მეურნეობები არსებობს საქართველოში და თბილისის შემოგარენში, ეს პირველ რიგში ბიზნეს ოპერატორების პასუხისმგებლობა არის და ასევე ის თუ ვის ემსახურებიან ისინი, ვის პროდუქციას ინახავენ, არსებობს ლეველები, ანუ კატეგორიები სასაწყობე მენეჯმენტშიც ამ კატეგორიებს უნდა აკმაყოფილებდეს, სხვა შემთხვევაში მათაც არ ეყოლებათ დამკვეთები, შესაბამისად ჩვენ პასუხობთ იმ გასებზე მინდა რომ ვიკითხო, მშენებლობის ღირებულება იზრდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად ყოველთვიურად ეხლაც ვხედავთ ინდექსის ზრდას. შეჩერდა თუ არა და ეს იყო ხოლმე მთავარი საფუძველი ფასის ზრდის. დღეს როგორი ტენდენციებია და ზრდა შენელებულია თუ რაღაც ფორმით კლებას აჩვენებს რა ვითარება ამ ნაწილში? ის ზრდა რაც 2021-22 წლებში იყო, ესეთი ტემპით რა თქმა უნდა საბედნიეროდ სამშენებლო მასალებზე ფასები არ იზრდება. თუმცა გარკვეული ზრდა ესე ვთქვათ მასალებზე მაინც არსებობს და არსებობს იმიტომ რომ ჩვენი ყველა კონტრაქტი პრაქტიკულად გრძელვადიანია და 18 თვიან ინტერვალში ფასი აუცილებლად იცვლება ზრდისკენ, მაგრამ უფრო შესამჩნევია მაინც შრომის ბაზარზე ღირებულების ზრდა. იმდენად შეიძლება ითქვას, რომ საერთო ჯამში ღირებულება მშენებლობის თუ იზრდება, დიდწილად მოდის შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და იქ რაც მასალებთან შედარებით არ შეჩერებულა და კიდევ დასაჩვენებს, იმიტომ რომ რაღაც გამოსავალი იყო თითქოს ინდუსტრიამ და უცხოელი მუშახელის დასაქმება უფრო დაბალ სეგმენტზე გადართვა და ასე შემდეგ. არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ საკმაოდ ზარდია მოთხოვნა, იწოდება კი ნაკლები და შრომის ბაზარზე ფასი უფრო იზრდება, ვიდრე სტაბილურდება, რასაც არ ვიტყოდი სამშენებლო მასალების შემთხვევაში. იქ აშკარად გვაქვს გარკვეული სტაბილური მდგომარეობა, შეიძლება სადღაც შევამჩნიოთ შემცირება კიდეც გარკვეული ტიპის სამშენებლო მასალებზე, თუმცა ასეთ სურათს ვერ დავხატავდი შრომის ბაზარზე. რეგულაციების კუთხით როგორი სურათია? მუდმივად რაღაცა სულ ახალი რეგულაციები ჩნდება, რაც ალბათ საბოლოო ჯამში დიდ სიკეთეს ემსახურება, მაგრამ ესეც ერთგვარი ერთ-ერთი მიზეზი ხდება, ხო, ყოველთვის მშენებლობის გაზრდების. ამან რა როლი ითამაშა ბოლო 6 თვის განმავლობაში? რაიმე ისეთი ხომ არ ყოფილა, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ღირებულება. იცით რა, ეს რეგულაციები, რომელიც მუნიციპალიტეტიდან მოდის, ძირითადად ჩვენი, ესე ვთქვათ, დამკვეთების მხარეა, დეველოპერული ჯგუფების, ისინი ახდენენ ყველა ამ რეგულაციის გათვალისწინებით, მშენებლობის ნებართვის მოპოვებას და გარკვეული სირთულების გავლას. ჩვენ როგორც შემსრულებელ კომპანიას ეს რეგულაციები ჩვენც გვიხება, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად. საერთო ჯამში მე მგონი უკეთესობისკენ არის ეს რეგულაციები მიმართული და საბოლოო ჯამში უფრო გაჯანსაღებისკენ მიდის, ვიდრე თქვათ უარესობისკენ. რეგულაციები აუცილებელია. შეიძლება კიდეც გამკვასდეს, იმიტომ რომ თავი ყველასთვის იყოს ეს რეგულაცია და მუშახელთან დაკავშირებით მინდა რომ დავაკავშიროთ თათია მიკითხა რომ მაგალითად ერთ-ერთი გამოსავალი მოსაზრებული იყო რომ შემოვიდეს სხვადასხვა ქვეყნებიდან შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი მუშახელი. თუმცა ამ ნაწილში მათი პროფესიონალიზმი, მათი საქმის ცოდნა რამდენად გადამოწმებადია, რამდენად მათ შეუძლიათ იმის კეთება, რაც უნდა დაევალოს და მერე რამდენად ხარისხიან მშენებლობას მივიღებთ. მაგ ნაწილშიც არის რაიმე კონტროლის მექანიზმები? კონტროლის მექანიზმი თვითონ სამშენებლო კომპანია თავისი ხარისხის ინსტიტუტით რაც მას გააჩნია. თუმცა კონკრეტული სამშენებლოს კეთილს ინდისიერებაზეა. რა თქმა უნდა, უცხოელი არ ნიშნავს, რომ ეს დაბალკვალიფიცირება პირიქით შეგვიძლია ბევრად მაღალი კვალიფიცირება და თანხმდრაში უნდა იყოს დღეს არსებულ ქართულ ბაზარზე შრომის ღირებულებასთან და ფასებთან. თუმცა შეგვიძლია ჩამოიყვანოთ მუშა პერსონალი საკმაოდ განვითარებული ქვეყნებიდან, მაგრამ ვერ ავანაზღაურებთ, იმიტომ რომ მათი მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იქნება. თუმცა დღეს საშუალო ანაზღაურება პერსონალის, მუშა პერსონალის საკმაოდ ნორმალურია იმისთვის, რომ ისეთი განვითარებადი ქვეყნებისგან ჩამოვიყვანოთ, რომელსაც მეტნაკლები გამოცდილება აქვთ. სახელმწიფო პროექტებთან მიმართებით, რადგან ვახსენებთ, რომ ფასი სულ იზრდება როგორც კადრების ნაწილში, ისე მასალების მიმართულებით, ეს როგორ აისახება გრძელვადიან პროექტებზე, არის თუ არა ჩადებული მექანიზმით, ამაზე იყო წინა წლებში აქტიურად საუბრები, ამ ნაწილში თუ არსებობს რაიმე გამოწვევები? ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, რომ არსებობდეს ეს მექანიზმი, დღეს ყველაზე ცნობილი და გავრცელებული მექანიზმი და ფორმა არის ინდექსის გამოყენება, რომელსაც სტატია აქვეყნებს. ამ ინდექსის გამოყენებით უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ჩვენ გვიწევს გარკვეული სამუშაოების შესრულება. ეს ინდექსი პრაქტიკულად არსებითად ასახავს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ინდექსი ერთგვარი პირობა იმის, რომ თავდაპირველი ფასი იყოს
რაც შეიძლება რეალური და არ მოუწიოს მშენებელს ან ბიზნესმენს გარკვეული რისკების შესაძლო გაძვირებების 18, 24 და 30 თვეში თავდაპირველ სასტარტო ფაზში ასახვა. როდესაც არსებობს ესეთი მექანიზმი, თავისუფლად შეიძლება იმ საბაზისო ღირებულებებიდან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც იმ კონკრეტულ დროს არსებობს, როცა წარმოების მოლაპარაკება. ეხლა მთავარი გამოწვევა დღეს რა არის სამშენებლო ინდუსტრიისთვის, თქვენი კომპანიისთვის, რა არის დღესდღეობით ნომერ პირველი საზრუნავი? აქაც გაგიგვირდებოდა დავეთანხმები ირაკლის რომ მუშა პერსონალი არის ყველაზე დიდი. მე მგონი ეს არის თემა, რომელზეც ყველა ტიპის ბიზნესი განვრჩევლად სექტორისა თანხმდება ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, რომ ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მწვავდება. კი ბატონო, სწორედ აქედან არის გამომდინარე ის ფაქტორიც, რომ ცხოველი მუშახელის შემოყვანა უწევს სამშენებლო კომპანიებს. არ გვაქვს რეალურად საქართველოში ის რესურსი, რომ ქართველებით ავწიოთ ის ტემპი, რა ტემპსაც ჩვენ სამშენებლო სექტორი განვითარებთ, თუმცა ამის გამოსწორება და ამის ხელშეწყობა შეგვიძლია ჩვენ მხოლოდ იმით, რომ გადავამზადოთ ქართველები და საქართველოშივე დავასაქმოთ და არ წავიდნენ თქვათ ევროპულ რომელიმე ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ესეც გასათვალისწინებელია, რომ ევროპულ ქვეყნებში ადამიანები არ მიდიან ტყუილად უფრო მაღალ ანაზღაურებას ეძებენ, თუმცა ალბათ დამეთანხმება ირაკლიც, რომ ჩვენც უკვე ქართული სამშენებლო სექტორი ისეთ ინდექსზე ვართ ასული სახელფასო რეინჯზე, რომ შეგვიძლია მაგალითად პოლონეთს უკვე შევედაროთ ამ ნაწილშიც. ერთი რაც ჩვენ წინა წლებში 2024 წელსაც Element Holding-ი აქტიურად პოზიციონირებდით, ჩვენი განამზადების ცენტრი იყო, რომელსაც USAID-თან ერთად ვაკეთებდით. მიუხედავად იმისა, რომ USAID-ი დაგვიმშვიდობა საქართველოს და საერთოდ შეაჩერა ფუნქციონირება, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ძალებით მაინც გავაკეთოთ ეს განამზადების კურსები და ქართველი მუშახელი დავასაქმოთ ჩვენმა პროექტებს. ეს რადგან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა. შესაძლებელი არის თუ არა, ან შეიძლება უკვე არის რაღაცა გადაწყვეტებიც. გარკვეულ სფეროებში ტექნოლოგიურმა წინსვლებმა გააჩინა ესეთი საშუალებები, რომ აღარ არის საჭირო იმდენი ადამიანური რესურსის ჩართულობა, ხო? ამ ინდუსტრიაში ხომ არ არის, ან ამ საუბრები ხომ არ არის, ან უკვე ხომ არ არსებობს ტექნოლოგიურად ისეთი მიღწევები, რომლითაც შესაძლებელია, რომ აი ამ უდიდეს გამოწვევას ნელ-ნელა გაუმკლავდეს ინდუსტრია. ჯერჯერობით ქართული სამშენებლო სექტორი მოვიტყოდი, რომ ზადა არ არის ამისთვის, არის რა თქმა უნდა გარკვეული გამოგონებები, რომლითაც ცდილობენ, რომ ჩაანაცვლონ ადამიანური რესურსი, უბრალოდ ეს უფრო არის წარმოების მხარეს შესაძლებელი, ვიდრე სამშენებლო ობიექტზე, სადაც თითოეული ადამიანს უწევს ხელით მუშაობა, თითოეული დეტალი, ჩვენი შექმნილი კორპუსების თუ სხვა შენობა ნაგებობების არის ხელოვნება, ასე რომ ვთქვათ. დღესდღეობით ვახსენეთ, რომ მიმდინარე პროცესები, გამოწვევები და ასე შემდეგ, რამდენად საინტერესო და მიმზიდველი რჩება ინდუსტრია, გეგმები როგორი გაქვთ, მოლოდინები როგორი გაქვთ დარჩენილი წლის 6 თვის განმავლობაში და მათ შორის უცხოელი ინვესტორებისთვისაც რამდენად საინტერესო ამ ბიზნესში თანხის ჩადება და ინტერესი რამდენად შეინიშნება თუ რაიმე ფორმით კლებას გრძნობს ინდუსტრია. საკმაოდ გაზრდილი არის ინვესტიციები ჩვენი კვლევებით. წლის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ ინდუსტრიული მიმართულება საკმაოდ გამოცოცხლდება და ამ მიმართულებით გვაქვს ჩვენც კომერციული გუნდის მთელი რესურსი მიმართული. რამდენიმე თვის წინ დაანონსდა, რომ ემა არის შემოდის საქართველოში და ამაზეც ძალიან აქტიურად ფოკუსირდებით სამშენებლო ველოდებით სიახლეებს ეს რეალურად რამდენად იქნება პრაქტიკაში განხორციელებული. ანაგის გეგმები როგორია მიმდინარე წელს, რა არის ინვესტიციების მოცულობა ჯამურად და როგორ აფასებთ ამ კუთხით ბიზნესის ინტერესს და აქტივობას საქართველოს მიმართ? ვიცით, ინვესტიციებს და უცხო ინვესტორებს რაც შეეხება, უახლოესი რაც ჩვენ რაღაც რამოდენიმე თვის წინ მქონდა, ეს იყო პროექტი, რომელშიც ჩავერთით, რომელსაც KfW აფინანსებს, ეს არის ფოთის ნაგავსაყრელი ქარხნის მშენებლობა. ეს ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული მიმართულების ნაწილია. გარდა ამისა, რამოდენიმე უცხოურ ინვესტორთან მუშაობთ, უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ უცხოური ინვესტორების დამოკიდებულება პროექტის განვითარებისგან ცოტათი განსხვავებულია, მეტად თხილები არიან და შესაბამისად პროცესი დროში უფრო კრეწელვადიანია, ვიდრე ნებისმიერი ადგილობრივი ინვესტორთან მიმართებაში. თუმცა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს ამ მიმართულებით, იმდენად რამდენადაც უკვე ასე ვთქვათ, წინა სატენდერო მოლაპარაკებების ეტაპები დგას ჩვენს წინ და ვფიქრობთ, რომ მომავალი ამ წლის
მესამე მეოთხე კვარტალი ამ კუთხით უფრო დატვირთული იქნება ვიდრე პირველი. დარწმუნებული ვარ გვექნება შესაძლებლობა თქვენთან ერთად შევაჯამოთ წლის მეორე ნახევარის მადლობა დღეს თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. ირაკლი გოგოლიშვილი, ანაკის გენერალური დირექტორი და ზაქრო ნებილაშვილი, Element Holding-ის გენერალური დირექტორი პასუხობდნენ უძრავი ქონების პროსპექტის კითხვას.